მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა ისეთი გაშლა გავაკეთო, რატომ მოგრძნობ თავს ჩემ პარტნიორთან მარტო არის ბევრი წყვილი, ისეთი, როცა ადამიანი არის შენს ცხოვრებაში, მაგრამ ვითომ არ არის შენ ცხოვრებაში და ანუ არ მონაწილეობს ისე, როგორც თქვათ, უნდა მონაწილეობდეს პარტნიორი, ხო? და თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ კი ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ამ დროს არანაირი ურთიერთობაში არ ახართ. ხო, დაუშვით, ну просто ყავთ ადამიანი, რომელიც ახლა თქვათ, მიდის, მოდის, შეიძლება მოგიკითხოს, აი ეგეთი რაღაცა. მოდით აი ესეთი გაშლა გავაკეთოთ ჩვენ, თუ ვინმესთვის არის ეს გაშლა აქტუალური, აქ კიდევაც ვისაუბრებ, ჩვენ აქ გრძელი გაშლების არხი გვაქვს. ისეს მოკლე გაშლები გიყვართ, მაგ სხვა არხი. და აქ აი ეს თემა მინდა რომ განვიხილოთ ჩვენ იმათთვის ვისაც აი მართლა აინტერესებს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ქმარის, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თქვენ წლები ცხოვრობ და უკვე მაგრამ მაინც უკვე რაღაცნაირად გრძნობთ თავს მარტო. არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორია, პარტნიორს ასევე წახებ. ნახოთ ახლა ჩვენ ანუ რატომ შენ გრძნობ თავს მარტო პარტნიორთან. ეს პირველი კითხვა. აქ კიდე მაქვს გამზადებული დასტები. დაგვეხმარებენ კითხვები მაქვს გამზადებული, როგორც ყოველთვის თქვენთვის. რა გაკლიათ ამ ურთიერთობაში? აი, თქვენ რა გაკლიათ ამ ურთიერთობაში? ნახოთ ეს. რას ვერ გაძლევთ პარტნიორი თქვენ ამ ეტაპზე? აი ახლა ამ ეტაპზე როცა ხართ თქვენ ამ პარტნიორთან რას ვერ გაძლევთ? შეიძლება გქონდეთ კარგი ურთიერთობა და მე ნელ-ნელა რაღაცა შეიცვალა, ხო ასეა რა? რას თქვენ თვითონ ხურავთ ან ვერ ამჩნევთ? აი ესე რომ ვკითხოთ რა. თქვენ თვითონ არის რაღაცა მომენტები, რომ აი თქვენ ვერ ამჩნევთ, რაღაცას ხურავთ, არ აძლევთ ადამიანს საშუალება, რომ თქვა თავი გამოაჩინოს რა. ანუ რა გიშლით ხელს თქვენ, რომ უფრო ახლოს იყოთ? რას გრძნობს თქვენი პარტნიორი? თქვენს ურთიერთობაში. რას გრძნობს თვითონ? აი როგორ გრძნობს თავს და რასე შევეკითხებოდი რა. რატომ შორდებათ ის? აი რატომ? მოგებნები ზოგი შეიძლება მანძილი იყოს, ზოგი შეიძლება ერთად სახლში ცხოვრობენ, მაგრამ აი არ აქვს ნორმალური კომუნიკაცია. რას აკეთებთ თქვენ ორივენი არასწორად? აი იყოს ეს აქა. მე თუ დამჭირდება ვკითხავ ცალ-ცალკე, ეს ასე იყოს ჯერ. იყოს. გაქვთ თუ არა თქვენ აი ეს შანსი რომ აღდგეს რა ეს თქვენი ახლო ურთიერთობა როგორც შეიძლება ადრე გქონდათ და რა დაგეხმარება თქვენ იგრძნოთ, აი არა მარტო, მოდით ასე ვთქვათ. ანუ რა დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ აღარ იგრძნოთ თავი მარტო რა. თქვენი ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ თქვენ. ну აქ ეჭველი არის ახლა ურთიერთობა მანძილზე. შეიძლება ზოგისთვის ახლა არის რთული პერიოდი, არ გამოვრიცხა, ზოგი შეიძლება даже დაასრულა ურთიერთობა და აქ ახლა არის, ну მაგრამ მაინც მოლოდინი აქ არის რა. აქ რაღაცას მალავთ, ერთმანეთს რაღაცებს არეუბნე, აი ზუსტად მათ ჩვენს ნახეთ. განდეგელი და შვიდიანი ხმალების რაღაცას უმალავთ, რაღაცას საბოლოოდ ვერ ეუბნებით და მაჩვენებენ პენტაკლების, ანუ მეფეს, ანუ უნდა მას თქვენთან ყოფნა, უნდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ რაღაცას აი უნდა შეიძლება გახსნას თავი, მაგრამ ნუ ნახოთ, მოდით ახლა ჩვენ კითხვებზე მივიღოთ პასუხები, ხო? ანუ რატომ გრძნობთ თქვენ მარტოობას პარტნიორთან ერთად? რატომ? რა მიზეზი არის აქ? რატომ და აი იცით როგორ რატომ? იმიტომ რომ მაგის ენერგია რას ნიშნავს? აი ზუსტად მაგი არის, აი ხა მატრიცას რო სწავლობთ, ახლა იქ უკვე ვინც სწავლობს ჩემთან კი იციან უკვე ეს რა არის ეგეთი ერთ-ერთი მნიშვნელობა მაგის ენერგია როცა მინუსში აქ ადამიანს, ხო? შეიძლება პირველში ან დაბადებული ხარ, ან პირველ თვეში, ან ის ენერგია გაქვთ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რატომ გრძნობ თავს? იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც არავისგან არაფერს არ ელოდებით.
თქვენ თვითონ აკეთებთ ალბათ ყველაფერს, თქვენ ყველაფრის გადამწყვეტი ხართ რა. ანუ შეიძლება მიჩვეული ხართ, შეიძლება თქვა თქვენი ცხოვრება ისეთი იყო, რომ უკვე მიეჩვიეთ იმას, რომ მე არავისგან არაფერს არ ველოდები. მე უბრალოდ ვარ მიჩვეული იმას, თუ მე რამე მჭირდება, მე თვითონ ვაკეთებ. და ამიტომ შეიძლება ეს აი ესეთი მომენტიც იყოს, მაგრამ ნუ მაინც ჩვენ კიდევ ნახოთ ახლა კლასიკასაც დავიღებ. ანუ რატომ თქვენ გრძნობთ მარტო? რატომ? პლუს კიდე ნახეთ ახლა აქ მანძილით შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით, მარტო გრძნობ თავს, შეიძლება არ მოქმედებს ეს ადამიანი ისე, როგორც თქვათ გინდათ. ნუ მოდით ვნახოთ, აბა რატომ გრძნობ თავს? მარტო შენ მასთან, რატომ? აი მაჩვენებენ სულ მართლა იმას რა. ნუ ხო გეუბნებით თქვენთან ახლა იყო რაღაცა მომენტები, როცა თქვენ ახლა ნახეთ, უკვე თითქოს არ ელოდებით. არ ელოდებით, აქ გეუბნებით, აქ უბრალოდ ადამიანს აქ დიდი გზა გამოვლილი. შეიძლება დიდი ხანია მარტო ხართ, ან დიდი ხანია თქვენ აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და უკვე სხვანაირად უყურებთ შეიძლება ურთიერთობებს, რა ვიცი, აი რაღაც ისეთი ის არის, რა ქვია, კი? აქ გეუბნებით, რომ აი თითქოს მივიღე უკვე ეს სიტუაცია, რომ მე თუ რამე მჭირდება, მე მაგას თქვათ ახლა მე თვითონ უნდა გამომკლავდე ყველაფერს რა, თუ რაღაცა მჭირდება რა. აი ეგეთი ენერგია მოდის. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ რა არ ყოფნით, თქვა, რა გაკლია თქვენ ამ ურთიერთობაში, რა გაკლია რის ნაკლებობას გრძნობთ თქვენ, აი ზუსტად ნახეთ იმპერატრიცა. შეხედეთ რა. ანუ თქვენ გაკლიათ აქ ზუსტად ის მომენტი, რომ თქვენ აქ ნამდვილად უკვე დიდი ხანია, ხო გეუბნებით, თქვენ უკვე ფიქრობთ, თქვენ ახლა აქ როგორ ენერგიაში ხართ ახლა. თქვენ უკვე პრინციპში დაიღალეთ იმისგან, რომ ყველაფერი არის თქვენს კისერზე, ყველაფერი თქვენ უნდა გააკეთოთ, ყველაფერს თქვენ უნდა გადაწყვეტილება მიიღოთ. აქ უკვე დაიღალეთ და თქვენ უბრალოდ ფიქრობთ, რომ რა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს სიტუაცია დასრულდეს ბოლოს და ბოლოს რა. შეიძლება მანძილი თუ არის, აი ძალიან დაგხალათ ამ მანძილმა რა. და აი ნახეთ ახლა რა არ ყოფნით თქვენ ამ ურთიერთობაში, იმპერატრიცა, ანუ თანახად, აი ის რომ ვიგრძნო მე თავი, როგორც ქალი, აი როგორი მომენტი იცით, რომ ქალი არის მაინც სჭირდება მაგას, აი მამაკაცის მხარდაჭერა, ხო? სჭირდება მაგას, რომ აი თქვათ რაღაცა დილეგირება, რაღაცას გაუკეთოს, თქვათ ახლა ნუ გადასცეს მამაკაცს რა. ანუ აი ეს ზუსტად გაკლია თქვენ ამისი ყურადღება, ამისი მხარდაჭერა, ანუ თქვენ მასთან ახლა ნახეთ რა გაკლიათ, აი ეს იმპერატრიცად რომ ვიგრძნო თავი, რას ნიშნავს იმპერატრიცა რა? ეს არის ხა მე არ ვიძახე რომ შენ ახლა უნდა იჯდე ან იწვე დივანზე მთელი დღე და დაუშვათ ყველაფერი შენთან მოვიდეს. არა. მე ვიძახე რას, როცა ადამიანი აი წყვილად ვერ ვგრძნობ თავს, აქ ნახat, აქ ორი არის, აქ იმპერატორი და იმპერატრიცა ერთად არიან. აი ერთად. ანუ თქვენ თვითონ ხო ვთქვი რომ აქ თუ რამე პრობლემა თქვენ თვითონ წყვიტავთ. თუ დაუშვათ რამე გაქვთ თქვენ გასაკეთებელი ან რაღაცა, კი, თქვენ თვითონ წყვიტავთ, მაგრამ თქვენ აი ეს არა გაქვთ ურთიერთობაში, რომ მოდი დავილაპარაკოთ. მოდი ერთად გავაკეთოთ. აი მოდი თუ დაუშვათ მოგზაურობა გინდათ, ხო? მოდი მე და შენ მოვილაპარაკოთ, სად წავედით, სად ვიქნებით კარგად თუნდაც, ხო? ბანალური, მოდი ერთ წავედით მაღაზიაში და პროდუქტები ვიყიდოთ, ხო? ანუ აი ეს რაღაცა მომენტები ერთიანობის მომენტი გაყრია, თქო, აკაც გვაჩვენეს და აკაც გვაჩვენეს რა. როცა მე ვერ ვგრძნობ თავს ქალად. იმიტომ რომ აი როგორც არ უნდა ჩვენ ბევრიც რო ვილაპარაკოთ ემანსიპაცია კი ქალმა კი უნდა თქვათ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს რისთვის? იმისთვის რომ ეს კიდე გქონდეს მაგას ესეთი ენერგიები რომ აი თქვათ რომ ნუ განვითარება ხო უნდა ადამიანის იყოს რა, მაგრამ არა იმისათვის რომ წყვილში მან შემოიტანოს დაუშვათ თანხები რომ ეს ურთიერთობა იყოს რა, ანუ საჭმელი სასმელი ყველაფერი რა, გადასახადები ყველაფერი როცა ქალზე არის, ეს არის ძნელი ძალიან რა. მითუმეტეს როცა ერთად ცხოვრობთ და კი არის შეცდომა ქალის, რა თქმა უნდა, როცა მინუსში გადადეს იმპერატრიცა, რომ აი რა ვქნა, რა გავაკეთე, მინუს თუ დაუშვათ შვილებიც თუ ყავთ, ახლა ხო ვთქვი რომ შეიძლება ცოლ-ქმარსაც დაუშვათ, ახლა აქ შეეხოს, ხო?
აი რა ვქნა რა გავაკეთო ხო ნუ აი ეს რა უნდა გააკეთო და უნდა დაიბრუნო შენი იმპერატრიცა სადღაც დაგეკარგა შენი იმპერატრიცა სადღაც შენ ეთყობა ელოდე და ნუ ან ცხოვრება ისეთი თქვათ ქონდა რომ შენ იძულებული გახდი რომ თქვათ აგეღო ყველაფერი შენს მხრებზე აი ეს მამაკაცის მხრებით როგორ თქვა ქართულად არ ყოფნით ზურგი არ ყოფნით თქვენ მამაკაცის გაიგეთ რა ხდება ამ ურთიერთობაში თქვენ მაგას ვერ გრძნობთ ვერა აქ ნახეთ გოგო ეფერება და ბიჭი როგორ დგას ხო ხედავთ თუნდაც აი გლიფებს რო დავაკვირდებით ჩვენ კი გოგო ყველაფერს მე კი ვაკეთებ და ბიჭი აკეთებს ეთყობა აი ну ნაკლებად რა მონაწილეობს რადგან გოგოს აი ეს გრძნობა არ ყოფნის რომ მე ვარ ხალი მე ვგრძნობ რომ ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ ბიჭები მეყურებენ მე ყოველთვის მაგას ვამბობ რომ ხალის ენერგია არის უმნიშვნელოვანესი უძვირფასესი საწვავი კაცისთვის ხალი როცა არის კმაყოფილი ხალი როცა არის კარგ ენერგიებში ხალი როცა არის აი თქვათ მაგას არ აქვს ეს ფიქრები ისეთ პრობლემებზე რომელმიც კაცმა უნდა გადაწყვეტოს ხო მაგ დროს ხალს აქვს ისეთი ენერგია რომელიც ავსებს ეგ მამაკაცს და მისი მამაკაცი მე უფრო წინ და წინ მიდის კაცი რომელიც ამას არ აკეთებს და არ ფიქრობს იმაზე რომ მეც რითი შემიძლია გასიამოვნო ვარდება ბავშვურ პოზიციაში ნუ რა ვქნა სამსახური არ მაქვს რა ვქნა მე ხა შემოსავალი არ არის რა ვქნა ეხლა აქედან ამ შორიდან როგორ გაგრძნობინა ისეთ ეს რა ვქნა ნუ დამიჯერეთ მე ხა უამრავი მაგ კონსულტაციები ჩატარებულია და ანუ ვიცი რომ ვისაც უნდა ნამდვილად ვისაც უნდა რომ აგრძნობინოს ხალს რომ ეს მისია სადაც არ უნდა იყოს რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს ის მაინც აგრძნობინებს და აი მაგ შემთხვევაში უკვე ხალი რომ დაგიდგება გვერდში ხო აი ეს უკვე მაგარია ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ რომ იცოდეს ეგეთი რამე აი ისეთ როგორ ბედნიერად იცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები წყვილები და ამდენი განკორწინება და რაღაცები არ იქნებოდა მაგა უბრალოდ აი ადამიანებს ეზარება კაცებს კი არა ქალებსაც ეზარებათ თავის თავზე მუშაობა რაც არის ძალიან სამწუხარო ყველას უნდა რაღაც ადვილი იოლი ანუ ნუ აქ არ მოვიდა სული მაგისტრის ადვილადაც გექნება იოლადაც გექნება ყველაფერი თუ შენ მიხედავ იმ შენ პროგრამებს რა პროგრამებით მოვიდა შენი სული და შენ კი არ უნდა უმტკიცო ხო აი მე ქალი ვარ და მოდი ახლა შენ არა შენც უნდა იყო ეს ქალი ის კი არა მარტო სქესი რო გაქვს ქალი უნდა იყო მიხდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ნახოთ შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს რას ვერ გაძლევთ ან არ შეუძლია რომ მოგცეს ამ ეტაპზე რა ვერ შეუძლია აი ამას ახლა არ შეუძლია რომ თქვენ გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. აი ამ ეტაპზე ამ ადამიანს არ აქვს ეს მომენტი, არ აქვს ეს შესაძლებლობები, რომ თქვენ გამოგიყვანოს აი ამ რთული პერიოდიდან. რატო ვკითხოთ? ახლა გვეტყვის იმიტომ რატომ? ნუ იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაშიც ეხლა რაღაცა მოხდა ძალიან რთული პერიოდი, შეიძლება ეს ადამიანს რაღაცა შეიძლება მოხდა ისეთ სიტუაციაში, აი უძლურია, აქ ეხლა ისეთი არკანები გამოვიდა, რომ მართლა შეიძლება რამე ტრაგედია ქონდა, აი იმიტომ რომ ჩვენ ამ ეტაპზე აი ეხლა ვეკითხებით, ხო? შეიძლება ადამიანს ყველაფერი დაენგრა, რა ვიცი, ცხოვრება შეიძლება დაკარგა ბიზნესი, შეიძლება დაკარგა ნუ და თუნდაც ახლა თქვენს თუ დაშორდით, ახლა თქვენს დაკარგად. ანუ აქ მაჩვენებენ რაც იყო ჩემთვის კარგი, რაც მე მაძლევდა ენერგიას, რაც მე ანუ რაღაცა დამენგრა რა. ამიტომ ახლა ეს ადამიანი არის სრულად უენერგიოთ რა. აი ახლა ამ პერიოდში თუ მაგას აქ რამე დანაკარგი, იცოდეთ რომ ეს ადამიანი არის სრულად უენერგიო და ადამიანი როცა უენერგიოთ, ვერაფერსაც ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არ ვეკითხებით საერთოდ ძალიან დააკვირდეთ კითხვას ეხლა ამ ეტაპზე.
იცოდეთ, რომ ესე იგი აქ რამდენიმე ვარიანტი შემიძლია გითხრათ, რომ ან რაღაცა თქვა დაკარგა, შეიძლება როგორც გითხარით, ოჯახი დაკარგა, თქვა ახლო ადამიანები, სახლი, ბიზნესი, ну, ყველაფერი რა შეიძლება, ну, ძალიან დიდი სტრესი აქვს ადამიანს, რომ და ეს როგორ არის, იცით, აქ ჩამოკიდებული არის, ანუ ესე იგი ეს მნიშვნელოვანი იყო მაგ ადამიანისთვის და ამიტომ ეხლა არა აქვს ენერგია რა ამ ადამიანს, მაგრამ აი უნდა გამოვიდეს რა ამ სიტუაციიდან, ну, რაღაცაზე რაც აჩერებდა ეს დაუსრულდა და იმიტომ არის აქ. ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენ თვითონ რას ხურავთ და ან ვერ ამჩნევთ. რას ვერ ამჩნევთ. დღეს ნახეთ ლამაზი ჭიქა მაქვს. პენტაკლების ტუზი ყველასთან მივიდეს, ხო? თქვენ რას ხედავთ? იცით რა არის? შეიძლება თქვენ დაუშვათ რას ხურავთ თქვენ? რას ხურავთ თქვენ აქ? აქ რას ხურავთ იცით თქვენ? აი პრობლემებს. თუ რამე პრობლემა ჩდება, ხო? თქვენ ეგრევე მე გავაკეთებ ყველაფერი. აი ეხლავე. აი დედიკოსავით, ხო ხდებით რა? ანუ რას ესე იგი თქვენ აი ვერც ამჩნევთ იმას, რომ პრობლემა თუ არის, ეგრევე თქვენ იწყებთ მაგ პრობლემების გადაწყვეტას. ეგრევე რაღაცა, აი მოდი მე ასე ვიზავ, ან მოდი მე მეორე სამსახურში წავალ, ან მოდი მე მოვიტან პროდუქტებს, ან მოდი მე ისე იმას ვიზავ, მიხვდეთ რა ხდება, თქვენ ამას ვერც ამჩნევთ, იმიტომ რომ თქვენ ადამიანი ხართ ძალიან გამცემი. ანუ მზის არ კანით ხა, ანუ მე არაფერი არ მენანება მისთვის. შეიძლება აქ ვიღაცას აქ შიში რო სხვაგან არ წავიდეს და იმისთვის რომ არ წავიდეს, მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რომ მას აი არაფერი არ აკლდეს ჩემს გვერდით. მიხვდეთ, მაგრამ აქ პენტაკლები, როცა შენ მატერიალურს რაღაცას ცდილობ, რომ ადამიანს შეუწყო, მატერიალურში გინდა რომ შეუწყო რაღაცაში ხელი. იმიტომ რომ შეიძლება გაქვთ თქვენ სადღაც ქვეცნობიერად ეს შიში, რომ არ წავიდეს ჩემსგან. გაიგეთ რა ხდება და ეს არის აი ნუ რა ვიცი. და მაგის გამო, ანუ თქვენ აქ რა ვიცი, მე ყველაფერს აკეთებთ. აი ამას ვერ ამჩნევ და ფიქრდეთ, კარგად ტარო არის ძალიან ტრანსფორმაციული საერთო ინსტრუმენტი, ძალიან. აი ჩემ მოსწავლებიც ნამდვილად დაგემტკიცებენ, რომ გავდივარ ჩვენ ახლა და რომ სწავლობ და ანუ იმ ხელა რაღაცები დაამუშავეს, იმ ისეთი რაღაცები ამოიღეს თავისი ძველი პრობლემები, რომელიც უკვე წლების მოყვება და არაძლევენ საშუალებას აი ფსიქოლოგებთან უნდა მყოფი და ფსიქიატრებთან და ვერა და აი ამ ტრანსფორმაციულმა თერაპიამ, რასაც ქვია ხა ჩვენს კურსს, აი ამან მისცა ტარო მისცა საშუალება, რომ ადამიანს გაეგო რა თურმე მაწუხებს და თურმე რა მიშლის ხელს და თურმე რა უნდა მივიღო იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. აი ამ შემთხვევაში ეს არის, შეიძლება თქვენ ამას ვერც ამჩნევთ. ნუ გამცემი ვარ, ნუ მე არ შემიძლია, ნუ მაქვს ფული და რატომაც არა, მას არა აქვს და მოდი მე გავუკეთო. მე უკვე რატო ითხოვ, აი აქ მაშინ შენ რო კაცმა მოიტან, ნუ დაგიდგეს გვერდში რატო? ვერ არ მოგიტანს. თუ შენ რამეს აკეთებ კაცის მაგივრად, კაცი მაგას არასოდეს არ გააკეთებს, რო იცოდეს რა. აი, რო იცოდეთ. კარგით, მოდით ახლა მეხუთე აქ ვაქვს ჩვენ კითხვა, რა გიშლით ხელს თქვენ იყოთ ახლოს, რა გიშლით ხელს? ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რა შეიძლება თქვენ ახლა ამ ეტაპზე დაუშვთ რა გიშლის ხელს, ის რომ აქ უკვე მაღალი ძალები არიან ჩართულები, მეოცე არკანი ეს ყოველთვის როცა რაღაცა ტრანსფორმაცია ხდება. ეხლა ნახეთ რა გიშლით კიდე ხელს, საერთოდ ბევრჯერ მithქვანს, რომ ტრანსფორმაცია არის ძალიან მაგარი, როცა ადამიანები არიან შორს. თქვენთვის ხართ, ის თავისთვის არის და აი ამ სიჩუმეში მიდის ბევრი ფიქრი, ხო? თქვენ მასზე ფიქრობთ, ის თქვენზე. კი, შეიძლება ქცევები თქვენ ახლა მითხრათ, რომ კი, აბა ფიქრობს კი არა, ისეთ სურათებს დევს, რომ გაგიჟდები, ხო? საერთობა ააგერა ბიჭებთან და ისა. ეგ არაფერს არ ნიშნავთ. თქვენ აზე არა ხართ მას რა აქვს გულში.
თქვენ აზრზე არ ხართ, რატომ მიდის და თქვათ ახლა ამ ბიჭებთან რატომ დროს ატარებს და თქვენ არ იცით ღამე რას აკეთებს ეს ბიჭი. და ამიტომ ტრანსფორმაცია არ არის ყველა ისეთი ადამიანი, რომელმაც აი ესე განახოს ყველაფერი, აი როგორ და რანაირად ვარ. აქ მithumetes მითხრეს, რომ აი აქ ნახეთ, რომ ადამიანები არიან ცალ-ცალკე, ორივეს ერთმანეთი ენატრებათ, ორივეს უნდა ერთმანეთთან, მაგრამ ვერ რაღაცა ძალა ვერ უშვებს, იმიტომ რომ აქაც მაჩვენებს რაღაცა პერიოდი დასრულდა, თქვენ რაღაცა პერიოდიდან გამოდიხართ და რაღაც ახალში შედიხართ. გამიგეთ? იმიტომ რომ აქ გადაფასება ხდება, აი ამ არკანში ხდება გადაფასება, თქვენს უნდა გადააფასოთ ეს თქვენი ურთიერთობა და ეს ამ ადამიანთან ურთიერთობა. მაგ ადამიანსაც ეს ჭირდება და ამიტომ თქვენ გაშორებენ ისე მადლობა თქვით, თორე როცა ადამიანთან გადიხარ ტრანსფორმაციას ერთ სივრცეში, ეს არის აუტანელზე აუტანელი. იმაზე მეტად აუტანელი, ვიდრე როცა შენ ხარ მანძილზე ადამიანისგან, გაიგეთ? აი ეს დაიმახსოვრეთ რა. რა გიშლით კიდე აბა აქ მაინც კიდე რაც გულისხმობ. ნუ კი მანძილიც. აქ თითქოს როგორ არის? აი აგრძალეს მისი ჩამოსვლა თქვენთან, რატომ აგრძალეს? ანუ ნახეთ, კი ბატონო, დრო არ არის ჯერ მოსული, რომ წამოვიდეს ეს ადამიანი თქვენთან. ნახეთ, ან რომ გამოვიდეს, ახლა ნახეთ იმ სიტუაციიდან თუ თქვენ ახლოს ხართ, ხო, შეიძლება იყოთ ახლოს. მაგრამ აქ არის იმენა ვეკითხები, რომ რატომ რა უშლის ხელს და მეუბნებიან, რომ აუგრძალეს და ჩაუკეთეს გზა, რაღაცა, ანუ პაუზა დაუდგეს, შეიძლება თქვენ მიმოწერა გქონდეთ, ახლა არ არის გამოიეცხული, მაგრამ ის რომ თქვენ ერთად ახლა ამ წუთში არ ახართ, ეს არის ახლა მაღალმაძალება, ჩაგიკეთეს გზა, ყველა ვარიანტში რა. ისე მითხარით, თუ გინდათ უფრო ისეთი გაშლები გავაკეთო, სადაც კარდი ჩანს, უფრო მეტად მითხარით და გავაკეთებ, ხომ? იმიტომ რომ ზოგჯერ მინდა რომ დაგანახოთ და გავაკეთებ, აი მომწერეთ რა, ძალიან გთხოვთ რა. იმიტომ რომ ზოგი ჩავწერ თუ არა, მეუბნებიან არა სახით გამოდე და ამიტომ რო ვიცოდე მეც რომ ისიც კი ვცდილობ, მაგრამ მინდა რომ დაგანახოთ ზოგჯერ კარტები. რო თქვენს დაინახოთ ეს სილამაზე. ხო და აი აქ იმიტომ გვეუბნებიან რომ ჯერჯერობით ამას ეხლა რაღაცები აქ დასამთავრებელი. ამას ეხლა დრო არ არის მაგისთვის, ჯერ ანუ ეს უნდა იყოს ჯერ თვის X-ა და Z-ის იმ გამოყვაბულში ნახეთ ახლა როგორც უყვარს იმას რა ეროფანს რა ჯდომა გამოყვაბულში მარტ უნდა იჯდეს და ახალი ძალები მოიკრიფოს და აი როცა იქნება მზად უკვე ეს ქმედებისთვის აი მაშინ უკვე რა იქნება აი მზად იქნება უკვე ხო აი ჯერ მოიცადე რა იქნება კი აი აქ უნდა განახლდეს ნახეთ ეხლა თქვენ პროცესში ხართ ხო გეუბნებით იგივე კარტები მოდის ახლა აქ ანუ მაჩვენებენ რომ რაღაცა პროცესი დაასრულეთ როგორც თქვი ეხლა თქვენ ხართ შორს აქ არის თასების პაჟი აქაც გამოვიდა თასების პაჟი როცა ეს ადამიანი იქნება აი არჩევანს გააკეთებს და იტყვის რომ მე მზად ვარ იმისათვის რომ როგორც ვიქცეოდე და როგორც ვიყავი აი აქ უკვე აღარ ვიქნები მაშინ აი ხო გითხარით ეგრევე გამოვიდა ეს ახლა ახალი დასტა არის ეს იმპერატორი მე მგონი კი ეს იმპერატორი აი აქაც ხო იყო სადღაც იმპერატორი აი ნახეთ ეს რა ქვია არა TikTok-ისთვის ჩავწერე ძალიან მაგარი გაშლა იქ იყო ხო და აი ეს ნახეთ როცა გახდება აი თვითონ როცა გააკეთებს არჩევანს რომ მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა და არა ეს ტყვილები ტყვილი იმპერატორი კი არ უნდა ვიყო მე უნდა ვიყო ნამდვილი მოქმედი ანუ ნახეთ როგორ არის შეიძლება თქვენ ხო გიყვართ ეს ადამიანი მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ იმას რომ თქვენ არ ყოფნით მისგან ეს კაცური ეს მხარე ხო ანუ ზურგი მოდით ასე ვთქვათ მაგით ძალიან კარგად ხვდება მაგას უბრალოდ ეხლა რაღაცა იცვლება ისეთ მის ცხოვრებაში რაც უნდა გაიაროს მან მარტო და აქ თქვენი დახმარება სულაც არ არის საჭირო. მიხვდით? ამიტომ თქვენ გადაგიკეთეს გზა რომ თქვენ მას არ დაეხმაროთ.
იმიტომ რომ თქვენ მაგი არ შეგეცოდოთ, თქვენ მაგას ახლა ისევ არ დაუდოთ ყველაფერი თებშზე, გაიგეთ რა ხდება? იმიტომ გეუბნები, მზად თვითონ უნდა იყოს, რომ არ იყოს ესე წრუ მე ესე რა ქვია მაგას მითხარით ახლა იმპერატორი. გაიგეთ? არ უნდა იყოს რა. მან უნდა იყოს თავისი ქმედებით, უნდა დაგიმტკიცოს თქვენ რომ თავისი ქმედებით, თავისი გაცემით, თავისი ანუ უნდა ისწავლოს მაგან და საქმეს დაგანახოს რომ არა მარტო შენ აი აქ ყველაფერს აკეთებ. მეც მზად ვარ რომ ჩვენ თანაბარი გქონდეს გაცემა მიღება. მიხვდით რა ხდება აქ? და ამიტომ აქ მაღალი ძალები მაგრად არიან ჩართულები და არ უშვებენ თქვენამდე ამ ადამიანს, იმიტომ რა, რომ თქვენ არაფერი კიდე არ გააფუჭოთ რა. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ შემდეგი გვაქვს კითხვა. ესე იგი, მე-6 ხო, კითხვა გვაქვს ჩვენ. რას გრძნობს თქვენი პარტნიორი თქვენს ურთიერთობას? თქვენს ურთიერთობის მიმართ, ხო, რას გრძნობს? ნუ აი თვითონაც რა არის, იცით, აი დგას და აი გრძნობს და ეს ფიქრობს. ნუ კაცი პრინციპში გრძნობას აძლევს კაცს და ენერგიას, ახლა და ემოციას ხალი. ეს რას გრძნობს? იმას, რომ აი ეხლა თქვენ მართლა რაღაც მაგას კარგი ინტუიცია აქვს სხვათა შორის და ძალიან მშვენივრად კარგად გრძნობს, რომ თითქოს ჩაკეტეს ეხლა თქვენ ამ ურთიერთობაში. აი ჩაკეტილები ვართ, კი, შენ ელოდები ამას, ხო? აი რას გრძნობს, თვითონ რას გრძნობს, რომ ანუ ზუსტად რომ აქ რაღაცა მომენტები უნდა დავტოვო მე უკან რაღაცები აი даже რას ფიქრობს, იცით, ის შეიძლება ეხლა თქვენ რაღაცებს თუ ეუბნებოდეთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი ეხლა ამას ატრიალებს და ფიქრობს, აი ეს რომ მითხრა, ასე რომ თქვა, ანუ ხო ჭკვიანი გოგოა, რეები მითხრა რა, მიხვდით? აი ეს არის მაგის, აქ იმენა კაცის კი, ეს უნდა შევცვალო, უკვე შევცვალო ეგ სიტუაცია, ყველა ვარიანტში შევცვალო მიდგომა. და სხვა ენერგიებით უნდა უკვე მივიდე რა. აი ეს არის რა, რას გრძნობს კიდე, რას გრძნობს და აი ზუსტად იმას, რომ ნუ აქ ადამიანი გეუბნები ძალიან ბევრს ფიქრობს, აი ძალიან ბევრს ფიქრობს და აი შინაგანად მასში მიდის ეს რაღაცა, ანუ რაღაც ბრძოლა, ასე რომ ვთქვათ რა. და ამიტომ რას გრძნობს, რომ ჯერ კიდე დრო მჭირდება. კი, ვოცნებობ, კი, აი კი ვჩხუბობთ შეიძლება, კი რაღაცას ერთმანეთს ვეუბნებით, მაგრამ უკვე რაღაცნაირად მშვიდად ვიღებ. მაინც მის გვერდით მე მშვიდდები, რანაირიც არ უნდა ვიყო გაბრაზებული, როგორც არ უნდა იყო, თქვათ ახლა აგრესიული მე მაგის გვერდით მე მშვიდდები, ჩემი პისუნია, თუ პისოს გეძახეთ, აგერ არის თქვენი აგერ არის, ნახეთ, პისასთან ერთად წერს მაინც. მხოლოდ თქვენ ამშვიდებთ მაგას, აი რანაირი დაძაბულობა არ უნდა იყოს, ეს ადამიანი იმას ეხავს, რანაირი შენ არ უნდა იყო, თქვა, ცივი ჩემს მიმართ, შენთან როცა მოვდივარ, აი თითქოს ყველაფერი იცვლება, აბსოლუტურად, აი რაღაცა ჩემი, რასაც მადარდებს, ეს ყველაფერი ლაგდება. აი, ნახეთ რა კარგი რაღაცა მითხრა. ნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი რატომ ეს შორდება თქვენგან, რატო შორდება? ნუ გაკვეთილი, აქ არ გავჩერდები. მე-5 ენერგია, იმიტომ რომ ასე უნდა იყოს. თუ დაუშვათ აქ ადამიანი არ ყავს თავისუფალი, ნუ იმიტომ რომ ოჯახი ყავს, მოდით ასე ვთქვათ რა. თუ თავისუფალია, იცოდეთ, ნუ შეიძლება ოჯახი ყავდეს მაგას, ვთქვათ, ეხლა მშობლიური ოჯახი დაუშვათ და იქ არის რაღაცა საქმეები და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპში ეს ამბობს, რომ არა, ჩვენ მე სადაც არ უნდა ვიყო, მე მაინც შენთან ერთად მოვდივარ რა. და კიდე რატომ? აბა მითხარით აქ კიდე? რატომ შორდები? რატომ შორდება თქვენგან? შეიძლება კიდე როგორ არის, იცით, როგორი მომენტი, თუ თქვენ ნამეტანი, თქვათ, ახლა აქ სხვა შორის ძალიან დიდი სხვაობა შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ თქვენ თუ ნამეტანი ბევრს მაგას ეუბნებით, რომ თქვათ, ახლა სულ ასწავლით რა, აი ასე გააკეთე, ისე გააკეთე, მოდი ასე ქენი, მოდი ისე ქენი, უკვე ეს ადამიანი როგორ არის, იცით, აი დაიღალა, მაგრამ ვერც ვერაფერს შეიძლება ვერ გეუბნება თქვენ, მაგრამ უნდა რომ უფრო თავისუფლება უნდა, აღარ მინდა ამდენი ლაპარაკი, არ მინდა ამდენი მაგისი ბრძანებები, ამდენი
თქვათ რაღაცები რომ თქვათ რომ სულ მასწავლეს უჭკუას მარიგებ თუ არის აქ სხვაობა შეიძლება რელიგიური იყოს ხო იმიტომ რომ მაინც იეროფანტია ხო შეიძლება თქვენ სხვანაირად უყურებთ კიდე ნახეთ აქ რა საინტერესო აქ რა მომენტი არის თუ არის მაღალი არკანები ნახეთ რამდენი გამოვიდა შეიძლება თქვენ გაქვთ როგორი პროგრამა ესეც საგვარეულო პროგრამა მაგრამ აი ნახეთ როცა წყვილები ერთად იწყებენ ურთიერთობას მით უფრო ერთად ცხოვრებას ხო ანუ გოგო თქვათ იცხოვრა თავის ოჯახში ბიჭი თავის ოჯახში გოგოს არის თქვათ ოჯახში თავისი წესები ბიჭს აქვს თავისი წესები და ეხლა ნახეთ რა ხდება რა არის ამათი ამოცანა ნებისმიერი წყვილის რომ დაჯდნენ და მოელაპარაკონ რომ მოდი მე და შენ შევქმნათ ჩვენი წესი და არა ის რომელიც არის შენთან და რომელიც არის ჩემთან თორე ახლა თუ დაიწყებ აი დედაჩემი ასე იზავდა და მამაჩემი ასე გააკეთებდა ეს იქნება სუჩხუბი და ომი როცა თქვენ თვითონ უკვე მოელაპარაკეთ თქვენ თვითონ ხო აი აქ უკვე არაფერი ძალიან მშვენივრად კარგად გაუმკლავდებთ იმიტომ რომ შეიძლება თქვენ თქვათ მამამისი ცხოვრებაში თქვათ იცოდე ესეთი მაგალითი ჭურჭელი არ დაურეცხე თებში არ აუღია და არ დაუდია თქვათ ეხლა რაკოვენაში მაგრამ აქ მოელაპარაკეს რომ თქვათ ეს გოგო დაუშვათ მუშაობს ბებს ხო და ეს ბიჭი ამბობს რომ აი მოდი კი ბატონო არანაირი პრობლემა არ არის შენ როცა თქვათ დაღლილი იქნები შენ როცა თქვათ დაგჭირდება ან მუშაობს შეიძლება რაღაცა მე მშვენივრად კარგად ამას დავალაგებ ეს იმას არ ნიშნავს რომ სახალხოდ მოვიდეს და გამოფინოს და თქვას რომ აი ხალხო დაინახეთ მე ახლა მამაჩემი ცხოვრებაში არაკეთებ მე აქ ჭურჭელს ვერეცხა და ნუ დამცინი და რაღაც არა ეს თქვენი წესები თქვენი მიხვდეთ აი ეს აუცილებელია დაიმახსოვროთ რა შეიძლება ამასაც არის აქ ლაპარაკი არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ახლა ასაკს იქითა თუ აქეთ თქვენს სიტუაციაში თქვენ დაალაგეთ რა განთავისუფლდეთ ამ სიტუაციიდან რომელიც აი სადაც თქვენ სულ ამას ჭკუას არ იგებთ მოელაპარაკეთ მოდი მოვილაპარაკოთ როგორ ჯობია ჩვენთვის მიხვდეთ ნახოთ ახლა ჩვენ ორივენი რას აკეთებთ არასწორს აი ორივენი რას აკეთებთ აი არეუბნებით აი წეღან რასაც ვილაპარაკე ორივენი ხართ აი იმაში რომ არ ეუბნებით იმაზე რა გაწუხებთ ისეც არ გეუბნებათ თქვენც არ ეუბნებით მიხვდეთ უკვე აღარ გავიმეორებ ზუსტად იმიტომ უნდა მეთქვა ეთყობა ეს რაც გითხარით აი აქ ეს არის არასწორი უკვე აღარ გავიმეორებ რა არის თუ არა შანსი რომ თავიდან ეს აღდგეს ურთიერთობა კი ბატონო არის თან ძალიან კარგი შანსი ნუ ეს იქნება თქვენზე დამოკიდებული ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება მაგრამ თქვენ თვითონ მაგას გადაწყვეტილებას თქვენ მიიღებთ კი ბატონო იმიტომ რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი თქვენ ეს ურთიერთობა გინდათ თუ არ გინდათ აი აქაც იეროფანტი და ეს თქვენ თან ახლა ნახოთ ორი მაღალი არკანი არის აქ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უბრალოდ გადადიხართ სხვა ეტაპზე აქ ახლა ორივე ეს არკანი იმას ამბობს რომ რაც არის ჩაფიქრებული ზემოდან ქვემოთ აუცილებლად უნდა ასრულდეს ამიტომ თქვენ კიდე გაქვთ რაღაცა გასავლელი ერთად თქვენ რაღაცა გამოცდა აქ ჩააბარეთ ან აბარებთ ახლა და ასრულებთ ხო იმიტომ რომ ნუ აქ ძალიან საშენელი ესეთი ენერგიები არის როცა უკვე ადამიანი რაღაცა უნდა გაიგოს ხო უბრალოდ ახლა თქვენ თვითონ არ უნდა მაგას შეაწუხოთ ხო ნუ მაგრამ აი აქ გეუბნებიან ახლა განახლებული ნახეთ თქვენ ნუ სხვა გაკვეთილები დაიწყება აქ იმიტომ რომ თქვენ აი აქ ჩააბარეთ ახ სხვა პერიოდზე გადადიხართ ამ ურთიერთობაში ნუ რა დაგეხმარება თქვენ რომ არ იგრძნოთ მარტოობა ხო რა დაგეხმარებათ ნუ პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა შეცვალოთ მიდგომა უნდა დაელაპარაკოთ ადამიანს უნდა აუხსნათ ის რა არ მოგწონს და არ ელოდო მაგისგან რომ აი ხა მე რომ მაგას ვეთყვი ეს ეგრევე რაღაცას მეტყვის რაღაცა გულს მატკენს არა აქ უბრალოდ დაელაპარაკეთ ადამიანს ყველანაირი შიშების გარეშე და ნახეთ აი შეცვალე დუზი არის აქ ახლა იმისი რა ქვია მალების შეცვალი კი აი ნახეთ მე 20 არკანი კი ბატონო
აქ როგორ არის იცით, შენ თვითონ უნდა რაღაც დაკავდე რაღაცა საქმით, იმიტომ რომ აქ შენ მარტო იმას კი არა აქ ახლა გაკვეთილები შენშიც იხსნება რაღაცა ახალი ნიჭი, ახალი რაღაცა შეიძლება სწავლობ შენ ეხლა თვითონ რა. აქ რაღაცის სწავლა უკვე დაიწყე, ხო? და რომელიც უნდა უკვე აიღო თქვენ, ნუ იმის მიუხედავად ის არის თუ არა თქვენთან, ხო? და გეუბნებენ წადი და ფიქრდი და დაიწყე. აი ახალი რაღაც რაც გაინტერესებს, ის გააკეთე. ნუზი ხარ შენ და ნუ ელოდები. ნუზი ხარ და ნუ ელოდები. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს არაფერს კარგს არ მოგიტანს. ნუ იმას ის რა გამოდი, აი ნახა თქვენში დევს ძალიან ბევრი რაღაცა ცოდნა, რომელიც არის თქვენში დახურული. გაიგეთ? და ამიტომ გეუბნებიან რომ ეს ცოდნა მიდი ადექი ახლა გახსენი და აუცილებლად აქ შეიცვლება ბევრი რაღაცა. თან ნახეთ რა ხდება სანამდე თქვენ აქ ორიანი აქ უკვე ტუზები წავიდა. ანუ რას ნიშნავს ეს რომ შენ თვითონ როცა დაიწყებ, რატო აი ნახეთ კარები დაკეტილი არ გიშვებენ, ხო? შენსაც ხო გაქვს ახლა ეს გასავლელი რაღაცა გზები, ხო? შენ დაიწყე, შენ ისწავლე, შენ იმოქმედე, შენ იმოქმედე მე არ გეუბნებით რომ იწერეთ ახლა მაგას, არა. ანუ თქვენი ნიჭის განვითარებას გეუბნებით, თქვენს თავზე იმუშავეთ, რაღაცა შეცვალეთ თქვენს თავზე, ხო? აი იმდენი რაღაცა გაქვთ თქვენ არაგაცემული ცოდნა, რომელსაც თქვენ ხურავთ, რომ აი რა გითხრათ, აი როცა თქვენ დაუშვათ, დაიწყებთ კი ქმედებას, აუცილებლად ეს ადამიანიც გამოჩნდება. კი, ყველა ვარიანტში, აი ყველა ვარიანტში. აქ ელოდება და მოვა ყვავილებით, მოვა რაღაცა საჩუქრებით, რასაც არ ელოდებით, ვაფშე ისე მაგრად მოვა. იმიტომ რომ თქვენი მონაცავი სულია ეგა და ამასაც უნდა ეს ბედნიერება, ესეც ელოდება, როდის რამის და ამასაც აღარ უნდა უკვე ეს ჯდომა რა, მაგის სული ძალიან ეტანჯება, რომ იცოდეთ თქვენ, ძალიან ეტანჯება იმისი სული და უბრალოდ გელოდებათ იმას, რომ აი როდის მომცემ შენ ნიშანს, რომ უკვე მზად ხარ და რომ მოვიდე და ეს მოვიდე მეც ჩემი სიყვარულით და ჩემს უსაყვარლეს ქალთან, რომელთანაც მინდა ვიყო სულ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი მზე და მთვარი, მისი ბედი, მისი იმპერატრიცა, მისი ცხრიანი პენტაკლების, მისი ყველაფერი. თქვენს გარეშე ეს ადამიანი არის ძალიან ცუდად. ძალიან გელოდებათ. ამიტომ ჩემო სიხარულებო, იმოქმედეთ, გადაერთეთ თქვენს თავზე, დაიწყეთ სწავლა, თუ დაუშვათ რაღაცის სწავლა გინდოდა, აქ ახლა კურუმია შეიძლება ეზოტერიკა გინდოთ, ვერა, ადექით, დაიწყეთ რა, მოგივათ ეს ფულებიც ყველაფერი რა, ნუ ხართ თქვენ ძუნწი, თქვენი თავისთვის, აი გამბობენ, ნუ ხარ შენ ძუნწი, შენი თავისთვის, ზოგი ნახეთ ზის ინახავს რაღაცის ის ფულს და მე ვუწვათ რაღაცა. მე მაგალითად, აი ესეთი ტიპი ვარ, შეიძლება გადადებული მქონდეს, კი ბატონო, მაგრამ თუ რამე სწავლა არის, თუ რამე კარგი კურსი არის, თუ რაღაცა ისეთი დამაინტერესა, ხო? ამოვიღებ იქიდან თანხას და გადავიხდი, არც დავიფიქრდები. ან ადრე მაგალითად, როცა არ მქონდა ფული, აი მაინც რაღაცას ვახერხებდი და აი ვყიდულობდი, რომ ყველაზე კარგი არის ჩადება შენი სწავლების განათლებაში. იმიტომ რომ შენ როცა კარგად იქნები, შენი შვილებისთვის, შენი ოჯახისთვის, ყველასთვის იქნები შენ წარმოსადეგი და საჭირო. და უფრო მეც გააკეთე, ვიდრე შენ რო შენთვის გენანება, შენ შეიძლება დღეს ეხლა ეს თქვათ ნუ რაღაცა ფული თქვათ ღირს ეს კურსი რომელიც მოგწონს, ხო? მეჯობია წავიდე ეხლა და თქვათ გადავიხადო რა, ან ბესაცმელები უყიდე ბავშვებს რაღაცა. კი ბატონო, მაგრამ შენ ეს კურსი რო გაგევლო, შენ უფრო შეიძლებოდა შენში იმდენი რაღაცა, რომ ერთ ბესაცმელს კი არ უყიდდი, ჩააცმევდე თავიდან ბოლომდე და ამიჯერეთ ეს ასე მუშაობს. ნუ შეგიძლიათ არ დამიჯეროთ. სხვათა შორის ვიდაც უნდა, რომ ეს ტექნიკები მე ხო ბევრს გეუბნებით, რომ მე სულ ვაგროვებ მურდა ჩემს რაც იმუშავა და რასაც წინსვლას მაძლევს, აუცილებლად უკვე მე საახალწლოდ გვექნება ჩვენ 15-ში დავიწყებ დეკემბერს და თუ ვინმეს გაინტერესებს მეტი ინფორმაცია, შეგიძლიათ ჩვენ დამხმარ ჯგუფს მიმართოთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ყველაფერს აგიხსნიათ და აი იქაც გექნებათ, მოგცემთ აი ძალიან მაგარი პრაქტიკებს, რომელნიც მე დამეხმარეთ და გამოვედი აი ნულიდან დღეს ვარ მართლა იმპერატრიცა რა, ყველანაირი აბსოლუტურად ასპექტში.